აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ორგანიზებული ღონისძიება გაიმართა პეტრას ციხეზე. ისტორიული ადგილი სააგენტომ სიმბოლურად ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით შეარჩია. ამ დღეს მსოფლიო 18 აპრილს აღნიშნავს, თუმცა წელს სააღდგომო დღესასწაულის გამო აქტივობები სააგენტომ გადადო და კონცერტთან ერთად კონფერენციაც მიუძღვნა. პეტრას ციხეზე გამართულ ღონისძიებაში ანსამბლები ბათუმი და გორდელა მონაწილეობდნენ. გაიმართა ასევე გამოფენა. პეტრას ციხე გახლავთ ერთ-ერთი უნიკალური და უმნიშვნელოვანესი ძეგლი ჩვენი მემკვიდრეობისა. აქ წლების განმავლობაში მიდიოდა როგორც აღდგენითი, ასევე საკონსერვაციო სამუშაოები და ასევე განახდა ინფრასტრუქტურა, როგორც ხედავთ და სწორედ ამ კუთხით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს დაფინანსებითა და ხელმძღვანელობით ბევრი საინტერესო პროექტი განხორციელდა. მშვენიერია აქაურობა, არაჩვეულებრივი საღამო, არაჩვეულებრივი ივენთი. პეტრა არის იდეალური ადგილი, კონცერტით აღფრთოვანებული ვარ. წარმოდგენილია მშვენიერი ადგილობრივი მარკეტი. მე და ჩემი მეგობრები ნანახით ძალიან კმაყოფილები ვართ. ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ ორგანიზებული იყო დღის პირველ ნახევარში საერთაშორისო კონფერენცია სასტუმრო შერატოვში, სადაც წარმოდგენილი იყვნენ ქართველი და უცხოელი წარმომადგენელი მომხსენებლები და დღის მეორე ნახევარში პეტრას ციხე უმასპინძლებს კონცერტს, რომელშიც წარმოდგენილი იქნება სხვადასხვა მუსიკალური ნომრები, იქნება ანსამბლი ბათუმი, ჯგუფი გორდელა და სამუსიკო სასწავლებლის სხვადასხვა წარმომადგენლები.